საქართველოში უზბეკეთის პრეზიდენტის ვიზიტი იწყება. დახვედრის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართება რამდენიმე წუთში. მანამდე კი უზბეკეთის დელეგაციას აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი დახვდა. ანა ბროლაძე აშუქებს თემას და გვიერთდება ახლა პირდაპირ ეთერში. ანა, გისმენთ. შავკატ მირზიოევი წუთი-წუთზე გამოჩნდება ათონელის ქუჩაზე მდებარე საპრეზიდენტო რეზიდენციასთან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი უკვე გამოვიდა მის დასახვედრად, რაც იმას ნიშნავს, რომ ესკორტის მანქანა ადგილზე იქნება უკვე რამდენიმე წუთში. აღსანიშნავია, რომ ბოლო 23 წლის განმავლობაში ასეთი მაღალი რანგის ვიზიტი უზბეკეთიდან ჩვენს ქვეყანაში ხორციელდება პირველად. მიხეილ ყაველაშვილი შეხვდება კოლეგას პირისპირ, მას შემდგომ რაც დასრულდება ტრადიციული დახვედრის ოფიციალური ცერემონია, შესრულდება ერთობლივი ჰიმნები და ჩვენი მაყურებელი ამ ყველაფერს პირდაპირ ეთერში მიადევნებს თვალს და ამის შემდგომ უკვე მხარეები გადაინაცვლებენ რეზიდენციაში ერთმანეთთან სასაუბროდ. უკვე ხვალ კი საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად იქნება ქვეყანაში ჩამოსული სტუმრის მთავარი მასპინძელი. აღსანიშნავია, რომ ირაკლი ყობახიძე ასევე სამთავრობო გუნდთან ერთად გასული წლის მარტში სტუმრობდა ტაშკენტს და იქ იყო ქვეყნებს შორის მთავრობათა შორის ეკონომიკური საბჭოს ხდომა და ეკონომიკური საკითხები და თანამშრომლობა არის ის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რომელიც ორ ქვეყანას შორის ძალიან გააქტიურებულია ბოლო წლებში. აღსანიშნავია, რომ მათ შორის უზბეკეთის პრეზიდენტის ვიზის წინ უსწრებდა ის ფორუმი, ბიზნეს ფორუმი საქართველოს-უზბეკეთის, რომელიც გუშინ გაიმართა და 70-მდე ბიზნესის წარმომადგენელი იყო უზბეკეთიდან ჩამოსული და ქართული ბიზნესის ბუნებრივია მონაწილეობდა ამ ღონისძიებაში. ამ შემთხვევაში მარიამ ქრივიშვილი უძღვებოდა ამ ბიზნეს ფორუმს. ძალიან საინტერესოა ურთიერთობები თუ გადავხედავთ ბოლო პერიოდში ცენტრალური აზიის სახელმწიფოებთან იმის გათვალისწინებით საქართველოს რაც აქვს გაცხადებული ბოლო წლებში თავისი საგარეო პოლიტიკური ვექტორი და მულტიმიმართულებები არის ასე ვთქვათ ეს ვექტორი და მთავარი პოლიტიკას ჩვენი ქვეყნისა მათ შორის განსაკუთრებით ცენტრალური აზიის სახელმწიფოებთან მიმართებაში. მაგალითად გასულ კვირას საქართველოს პრემიერი ასევე სამთავრობო გუნდთან ერთად სტუმრობდა ყაზახეთს და გაფორმდა სტრატეგიული თანამშრომლობა და ახლა უკვე უზბეკეთთან მთელი რიგი მიმართულებებით ხელშეკრულებების გაფორმება იგეგმება, როგორც დღეს საგარეო საქმეთა მინისტრისგან შევიტყვეთ და ძალიან საინტერესოა ეს გააქტიურებული თანამშრომლობა ცენტრალური აზიის სახელმწიფოებთან იმ რესურსის გათვალისწინებით, რომლითაც მდიდრები არიან ეს სახელმწიფოები და განსაკუთრებით ერთ-ერთი არის უზბეკეთი, რომელიც არის ამ შემთხვევაში აბრეშუმის გზის მარშრუტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი. და როდესაც ჩვენი ქვეყანა პოზიციონირებს როგორც შუადერეფნის მოთამაშე და დაკავშირებადობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტორი, აი ამ კონტექსტში და ამ ჭრილში საინტერესო არის სწორედ ცენტრალური აზიის სახელმწიფოებთან ურთიერთობა. ჩვენ ველოდებით ამ შემთხვევაში ქვეყანაში სტუმრად ჩამოსული უზბეკეთის პრეზიდენტის დელეგაციას წუთი-წუთზე უნდა მოვიდეს ის ადგილზე. ჩვენ ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის კომენტარი, რომელიც იყო ის წარმომადგენელი მთავრობიდან ვიცე-პრემიერი, რომელიც ქვეყანაში სტუმრად ჩამოსულ უზბეკეთის პრეზიდენტს დახვდა აეროპორტში და ბუნებრივია მან ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია თავად ეს ვიზიტი. ასეთი დონის ვიზიტი საქართველოში ბოლო 23 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა უზბეკეთიდან. რა თქმა უნდა, ეს არის ისტორიული შესაძლებლობა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ. ჩვენ საუბრობთ სტრატეგიული თანამშრომლობის გაფორმებაზე, რომ ჩვენი ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებით კიდევ უფრო გაღრმავდეს და გაძლიერდეს. უზბეკეთი სწრაფად მზარდი სახელმწიფოა ცენტრალურ აზიაში, საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი როლი ცენტრალური აზიისთვის, განსაკუთრებით შუადერეფნის განვითარების კონტექსტში და რა თქმა უნდა, ესეც არის ის ერთ-ერთი მიმართულება, რაც მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობაში. მას შემდეგ რაც შავკატ მირზიოევი მოვა და ხედავ მის ესკორტს უკვე კადრში და ალბათ მაყურებელიც თვალს ადევნებს ათონელის საპრეზიდენტო რეზიდენციასთან დაიწყება დახვედრის ოფიციალური ცერემონია. რა თქმა უნდა, მოწყობილი არის საპატიო ყარაული, თავდაცვის სამინისტროს სასულე ორკესტრი შეასრულებს ორი ქვეყნის ჰიმნს, იქნება ტრადიციული მისალმება. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი უკვე ელოდება კოლეგას და მას შემდეგ რაც ისინი მიესალმებიან ერთმანეთს პირისპირ, ამის შემდეგ გადაინაცვლებენ მათი სპეციალურად მოწყობილ შემაღლებაზე, სადაც განლაგებული არის ორი ქვეყნის დროშა.
საიდანაც ისინი მოისმენენ ასევე ჰიმნებს, როგორც უზბეკეთის, ისე საქართველოს. თვალსადევნებთ პირდაპირ ეთერში ჩამოვიდნენ პრეზიდენტები წითელ ხალიჩას. საინტერესოა, როგორც აღნიშნე, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობა საქართველოს მულტიპოლარული, ასე ვთქვათ, ვექტორის და საგარეო პოლიტიკის მიმართულებით იმ არჩეული კურსის გათვალისწინებით, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით ჩვენი ქვეყნის როგორც შუა დერეფნის პოტენციალის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას. ახლა უკვე თავდაცვის სამინისტროს სასულე ორკესტრი შეასრულებს ორი ქვეყნის ჰიმნს. მოვუსმინოთ ჰიმნებს. ახლა კი მოვუსმინოთ საქართველოს ეროვნულ ჰიმნს. მას შემდეგ რაც პრეზიდენტები ჩამოივლიან მათთვის სპეციალურად მოწყობილ წითელ ხალიჩას მიესალმებიან საპატიო ყარაულს, უკვე გადაინაცვლებენ სასახლეში დახურულ გარს მიღმა პირისპირი შეხვედრის ფორმატში. თუ შევხედავთ საერთო რეგიონული და შექმნილი გეოპოლიტიკური მოცემულობის კონტექსტში, ამ ვიზიტს საინტერესოა ცენტრალური აზიის სახელმწიფოებთან ურთიერთობა იმის გათვალისწინებითაც, რომ მაგალითად, როდესაც ევროკავშირის ერთ-ერთი ინსტიტუტის ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი იმყოფებოდა აზერბაიჯანში და ის საუბრობდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია დაკავშირებადობა აზიისა და აზიის ქვეყნების მოგვესალმა ხედავთ
პრეზიდენტი იმყოფება, რა თქმა უნდა, დელეგაციასთან ერთად მედია, რომელიც თან ახლავს პრეზიდენტს, ისინიც აშუქებენ ქართველ ჟურნალისტებთან ერთად ბუნებრივი ამ ვიზიტს და სწორედ მათ მიესალმა სტუმრად ჩამოსული პრეზიდენტი, რომლის ვიზიტიც და მასეთი მაღალი რანგის ვიზიტი უზბეკეთიდან არის ბოლო 23 წლის განმავლობაში. პირველი და ვსაუბრობდი იმაზე, რომ საერთო რეგიონული კონტექსტის გათვალისწინებით და შექმნილი გეოპოლიტიკური მოცემულობის გათვალისწინებითაც მნიშვნელოვანია ეს ვიზიტი, როდესაც მაგალითად ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიანი აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრისას საუბრობდა იმაზე, რომ მოთხოვნა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში აზერბაიჯანულ რესურსზე არის გაზრდილი და ამ შემთხვევაში იქნება ეს ბუნებრივი აირი თუ ნავთობი, ამისი მთავარი ექსპორტიორი არის აზერბაიჯანი. ამ კონტექსტში ეს ნავთობი და ბუნებრივი აირი სწორედ საქართველოს გავლით მიეწოდება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს და ჩვენი ქვეყანა სწორედ ამ კონტექსტში პოზიციონირებს როგორც შუადერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან არაერთხელ მოგვისმენია, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთან ურთიერთობა, მათ შორის ევროკავშირისთვის, ისე როგორც საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი ევროკავშირთან ურთიერთობა. მოკლედ ალბათ მოვისმენთ ამ განცხადებებს და პოლიტიკურ შეფასებებს. ამ ვიზიტის ფარგლებში უკვე ხვალ დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გაფართოებული ფორმატითაც, ასევე როგორც პირისპირი, ისე მინისტრების მონაწილეობით და ვნახოთ როგორი იქნება შეფასება და პოლიტიკური გამოხმაურება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ამ ვიზიტთან დაკავშირებით, რომელმაც მოლოდინი არის, რომ ახალ ეტაპზე უნდა გადაიყვანოს საქართველოს და უზბეკეთის ურთიერთობა. მადლობა ანა ბროლაძე იყო დახვედრის ოფიციალური ცერემონიის დეტალებით პირდაპირ ეთერში.